მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, Inside Rugby არის თქვენს ეთერში. ტრადიციულად გიორგი ბარბაკაძე, ანტონ ფეიქრიშვილი მასპინძლები ამ გადაცემის. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ Bubu Constructions, Bubu ჯგუფს, რომელიც გახლავთ ჩვენი სპონსორი და ასევე La Gazzetta dello Sport Georgias, რომელმაც დაგვითმო ეს სტუდია და გვეხმარება აი ამ პოდკასტის წარმოებაში. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს საბა აბულაშვილი, რომელიც როგორც ვიტყვით დავიჭირეთ თბილისში, ნოემბრის ტესტ მატჩები, ეხლა უკვე ევროთასის მატჩები და აი ამ ფანჯარაში საბა ჩვენთან არის. ძალიან დიდი მადლობა საბა რომ მოახერხე ამ დატვირთულ გრაფიკში, ამ ჯეთლაგში და ჩვენთან მოხვედი გადაჯდომის დროს კი, გადაჯდომა აქვს ზუსტად. მადლობა პირიქით რომ მომიწვიეთ თქვენს პოდკასტს ძველი პირველი სტუდიიდან თვალს ვადევნებთ და ლამა სტუდიაში ახალ ფორმატში გადმონაცვლება და აქ სტუმრობა კიდევ უფრო სასიამოვნოა. მადლობა ამ ყველაფრისთვის. კეთილი იყოს შენი ბრძანება ჩვენთან. მადლობთ. მადლობა რომ გამონახეთ, რომეც მაგას გეტყვი, ვიცი როგორი გადარბენებზე ხარ და როგორ ახარ? კარგად ტესტებზე ვიყავი ჩართული. პირველი ტესტიც მქონდა ერთი კვირის წინ ესპანეთი ამერიკა მადრიდში ვიმსაჯე და ეხა უკვე შემდეგი კვირიდან ამ კვირაშივე 4 შაბათს მივდივარ პროდეურის თამაშს საჯობ. ეს გაცვლითი პროგრამა რაც გვაქვს ფრანგებთან, ისინი ჩამოდიან თქვენი თამაშიც იმსაჯეს წინა სეზონში. პროდეურის თამაშს საჯობ არასკევს და მე უკვე კვირას ნიკასთან ვარ გვერდით ბორდო ლესტერ ტაიგერს საჯობთ, მე ჩამოვდივართ, მე ისევ მივდივართ და მე უკვე ვანი გლოსტერს უმსაჯობ მეორე რაუნდში მე. საინტერესო ჩელენჯზე. კაი გილო საბა პირველ რიგში სამხრეთ საფრანგეთში კარგი ამინდებია და იქეთ წასვლა სასიამოვნოა ხოლმე. ბრიტანეთს ჯობია. გილო საბა პირველ რიგში ესეთ ჩართულობას ყოველთვის ჰქონდა ხოლმე შენ გასვლითი, მაგრამ აი ეს უკვე ნოემბრიდან უკვე ძალიან ჩართული ხარ და აგერ დეკემბერშიც გამოყვა და ძალიან კარგია რომ აი ესე ქართული საჯები აი ესე გავიდნენ და გაჭრეს, რაც თქვათ ნაკრებს არ გვაღირსეს, ანუ თქვათ აი ესე უმაღლეს დონეზე თამაში ამ 6 ერზე თამაში, თქვათ აი ეს დამატებით ტურნირებზე და სამაგიეროდ ქართულმა საჯებმა დაანგრიეს აი ეს სტერეოტიპი და შეაღწიეს ამ ელიტარულ დონეზე, რასაც ქვია, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონე, ხო? და ეს არის ქართული რაგბის ძალიან დიდი დაფასებაა და რაც უფრო მეტი ქართველი საჯი იქნება და რაც უფრო შეეჩვევიან, აი რომ ქართველები არიან იქ ელიტაში ტრიალებენ, ეს რა თქმა უნდა ქართული რაგბისთვის ძალიან კარგია. სხვათა შორის Twitter-ზე რამ ისაუქენი რა ქვია, ხა ნიკამ რო იმსაჯა საფრანგეთი ზელანდია, იქ ზელანდიის რომელიღაცა გადაცემაში ერთ-ერთმა აღარ მახსოვს გვარი და ძალიან ისე წარმოთქვა რომ ქართველს არ უნდა ემსაჯა ტიერ 2-ის ცუდად გამოუვიდა. ხო, ცუდად გამოუვიდა და იქ რაღაცა ცოტა ისე რას ქვია შვენიერი თამაში ჩაატარა, ყველა კმაყოფილი იყო და ზელანდია ახალ ტიერ 2-ის ქვეყნიდან არისო ისეთი რაღაც ხარ რომ იცი წინასწარო ისეთი დონის ვერ უნდა იყოს. მაგაზე თქვათ რა რეაქცია იყო? რა რეაქცია ხომ როცა იგებენ რომ აი ქართველი ამ საჯი და მაგალითად ორაზროვანია რა ესე უფრო ალბათ აი მაგ ქვეყნების წარმომადგენელი ნუ გააჩნია ხე გუნდი რომ წააგებს ხო იციან და მე შეიძლება იქ მსმენელი წნეხში აი ის არის და გამოსავალს ხო ეძებენ, მაგრამ მან გუნდის მხრიდან პრობლემა არ ყოფილა, უბრალოდ თვითონ ზელანდიური მედია ხა წაგებასთან ზელანდიელები ისე ტიპები არიან, რამდენი წელი წაგებას მიჩვეულები არ იყვნენ და ამ ბოლო პერიოდში რომ მიეჩვიემთ კი უნეულად იღებენ. მაგრამ ზოგადად მარტივად არ იღებენ, ხო, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნები, რომლებიც არ არიან მიჩვეულები და არ არიან ღია. ხა ჩვენ ვისთანაც გვაქვს გაცვლითი პროგრამები, მაგალითად ირლანდიასთან დაიწყო საერთოდ ჩვენმა იმანა ქვია კავშირმა ურთიერთობა სულ თავიდან და მივდიოდით, ისინი ჩამოდიოდნენ, მაშინ ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით აქ იმას პლეიოფებსაც ვერ მსაჯობდით, იმიტომ რომ მაშინ ასაკიც არ იყო უბრალოდ შესაბამისი, რომ არც გამოცდილება ქონდა, არც ოდნა ირლანდიელები მსაჯობდნენ, ეხა ფრანგებთანაც გვაქვს ეგ ურთიერთობა, ამერიკელებთანაც დავიწყეთ და ნუ აი ეს ურთიერთობა ვისთანაც გაცვლითი პროგრამა გამოგდის, იმათ მიმღებლობა შედარებით უფრო მეტი აქვთ რა. ესე წინასწარ ბეჭედს არ დაგარტყავენ, ახან საქართველოსდან ხარ ცუდად იმსაჯებ, ეგ მიდგომა არ აქვთ რა. საბა, აი მაგალითად როგორ და აი შინაურულად გითხარი ეს ყველანაირი ეს. აი მაგალითად რომელიმე ვარსკვლავმა ძალიან ცნობილმა მორაგბემ აი თქვენზე გამოვიდა და შოუში აი ესე ელაპარაკა რა. ცოტა უხეშად, ცოტა იმათ რომ თქვა რომ აი თქვათ
რომ აი რახან ქართველია ის ამას ვერ იმსაჯა, რაზეც ანტონი საუბრობდა, ხო? სახელებს და გვარებს არ აქვს ახლა ამ შემთხვევაში და აი ეს პირადი წენა მე როგორ გადაგაქვს უშუალოდ მოედანზე, რომ აი გავიდა დრო ერთ თვე თქვა სიტყვაზე და იმ მოთამაშეს ხვდები, აი თქვა მოედანზე ხვდები რა და იცი რომ აი კონკრეტულად კი პროფესიონალი ხარ, მაგრამ აი ხო აი უსამართლოდ თქვა აი ეს გაგაკრიტიკა, წნეხის გაგაკრიტიკა. ეხლა როგორ არის, აი შეიძლება შენც ვიღაცა ვარსკვლავი იყოს, მაგრამ მე როგორც მოთამაშე არ მომწონდეს და შეიძლება ვთქვა რომ ნუ ჩემთვის არ არის ისეთი მოთამაშე და იგივენაირად იმან ეხლა პიროვნულად შეურაცხყოფას არ მივაყენებ და რა ვიცი თუ პიროვნულად მომყენე შეურაცხყოფა ეგ საწყენი არის ეგ სხვა რაღაცაა მაგრამ თუ როგორც საჯი არ მოვწონვა რავი რა პრობლემაა რა ეხლა მაინც ხო არის აი დისკო აი რომ აი მე ხო ხვდები რა აი ჩათვალოთ რომ აი ყველანი ერთი სტრუქტურის წარმომადგენლები ხართ რა იმიტომ რომ ის მოედანზე და შენ ცნობიერად შეიძლება იყოს უბრალოდ როცა საჯი ხარ ეგ გაცნობიერებული უნდა კონდეს რომ ეგ რაღაც გამორთული გაქვს ეგ ემოციური მომენტი რა თორე მაგან თუ გავლენა იქონია ვიღაცამ შენზე თამაშზე მე ეგ სადღაცა ქვეცნობიერი დაგაწევს მაგას და რაღაცაში გამოიხატება რა მაგიტო ეგ შეფასება ყველას თავისი აზრი აქვს რა შენ რაღაცას რო საჯაროდ აკეთებ საჯი ხარ მოთამაშე ხარ ის ხარ ეხარ კრიტიკასაც მიიღებ შეკებასაც მიიღებ და ეგ ისე უნდა მიიღო რა გაატარო თუ ეგ რაღაცა პიროვნულად არ გაყენებს ადამიანის შეურაცხყოფას ხო არა იმედია რომ ეგეთი იმედია თუ სათამაშო ხო ეხა სათამაშო ვიღაცას მოეწონები ვიღაცას არ მოეწონები რა რაც არ უნდა კარგად გააკეთო როცა რაღაცას აკეთებ ერთი მხარეც გექნება მეორეც და მაგას ვერაფერს ვერ უზავნა. საქართველოში ხო არსებობს სტერეოტიპები რა, რომ აი თქვა ხშირად გამიგია რა, რომ ეს საჯი ჩვენზე გადაკიდებულია, აი ბელგუნზე რა, რომ აი რაღაცა იმ ამბის მერე ის ჩვენზე არის გადაკიდებული და ვსო დაღუპულები ვართ და რაღაცა და აი ამაზე კონკრეტულად ჩვენზე კი არა, აი თქვა როლების მიერზე რა, რომ არა ადრე უფრო გამიგია. ეხლა ნენეო გამოსწორების გზაზეა, მაგრამ მაინც არის ეს კვალები მაინც არის დარჩენილი რა, რომ ეს ჩვენზე არის და ამას რა უნდა და ის რაღაც ეს იმის გაზდილია და აუ მოკლედ და რატომ საჯობს აი ეგეთი რაღაცები აი იმდენი მხვდება ქართულ რაგბიში რომ არ ვიცი რა წინა წლებთან შედარება არ არის ვაღიარებ ნამდვილად მაგრამ მაგ წინა წლებთან ჩვენამდეც აღწევდა ეგ და ეხა ამ პერიოდში აღარ აღწევს და ესე იგი შემცირებულია გაცილებით რა მე სხვანაირად ვიტყოდი ხა ჩვენ ნაბიეს ნელ-ნელა უწყობთ როგორ თქვა ნაბიჯებს დიდ რაგბს რა და იყო ხოლმე მაგალითად საჯის სტილზე რო გვეთამაშა ანუ ის კი არა რომ თქვა საჯი აწნეხში მოგექცა და აი ესე არ გვიმსაჯოდა პირიქით ანუ ვიცოდით რომ მაგალითად ერთ-ერთი საჯი სწრაფად ვეიძლეოდა რა ქვია რაგში ამოკაჩვას ვარჯიშობდით ხო ანუ საჯზე ვეწყობით იმის სტილზე კი ბატონო ანუ ეგ ხა როგორი რაღაცა იცი საერთოდ საჯი როცა მწვნელი ხარ და როცა რაღაცა აი ალბათ ხელმოსაჭა ხავსივით არის რომ საჯს დააბრალო ალბათ რაღაცა რა ყველაზე მარტივი გზაა ხო რა იმდენი 80 წუთის განმავლობაში ხა 15 ჯერ ბურზა აგდებ და 50 ჯერ შეკინებაში ჯარიმას აიღებ ხო ბოლოს საჯს დააბრალო ძალიან ისა რა როგორ თქვა მარტივი და ამიტომ ნუ ეხა ხდება ეგეთი ისინიც რა ქვია მომენტები განსაკუთრებით თუ გუნდი წნეხშია მცნელი წნეხშია მე რაღაცა გჭირდება რომ იმანაც ამოისუნთქოს და რაღაც ბუნებრივი პროცესის ის არის რა ქვია ნაწილია რა თუმცა ხო ალბათ ეგრეა ხა თუ ერთადერთ შემთხვევაში საჩეულია უშესტომოთ იმ საჯებს თუ გუნდები შეცდომას არ დაუშვებია ეგეთი რაღაცა 14 წუთის განმავლობაში გამორიცხულია ხა არავინ რო შეცდომა არ დაუშვას მოედანზე 33 კაცი უსეცდომო იყოს მსგავსი ჯერ არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში და თან ჩვენ ჩემპიონატში მე მგონი გაგვიჭირდება მაგის გაკეთება ძალიან ნამდვილად თან იცი არის ნელა იცვლება მე ძალიან არ მოწონს ახლაც ხვდები ხოლმე აი ამ რო აი თამაშის შემდეგ სამსტელო შტაბის წევრები რო აი პირად კონტაქტში თქვა წერენ თქვა საჯებს ნელა ალბათ ესეც უნდა დამთავრდეს რა რო აი თქვა Facebook-ზე ან Direct-ში რო პირდაპირ წერენ რო აი თქვა აი ჩაუყრიან ვიდეოებს რაღაცა რო აი თქვა ესე რატო აქ რაღაცა არსებობს რაღაცა გარკვეული წესი რომელიც დამკვიდრდა თქვა შენ ჭრი ამ ვიდეოებს რაც შენთვის არის თქვა ამაზიანებლად თვლი რომ საჯის შეცდომებია
უგზავნი მე ჩვენ პირადად მაგალითად ხო კითხვა გვაქვს დევიდ მაკიუს უგზავნით ხოლმე ხო უგზავნით მაკიუს და მე ვთქვათ მაკიუ ისგან მოგდის პასუხი რომელიც გაივლის ამ ანუ სტრუქტურა ესეთი არის ამ მომენტისათვის დიდად შეაწყობილია თუნდაც პირველ ლიგაში აწყობილი რომ უგზავნით ვოლდრაგვის დონეზე ხო რა და რაც არ იყო რა და ეს ბოლო რამდენიმე წელია ესე არის რა მე პირადად უგზავნი ხოლმე მაკიუს რომელიც დათაგავს მე გაივლის ამ ეპიზოდებს თავის აზრი გააჩნია მაგრამ თქვა აი საბასთან ხო გაივლის საბასთან კონკრეტულად იმ ეპიზოდებს ერთად მე წერილში მოთაგული არის საბაც მოთაგული არის ასევე კილასონიაც მოთაგული არის თვითონ კიდევ რამდენიმე კაცი და შენც და გიბრუნებენ აი გუნდს გიბრუნებენ ანალიზს თავიანთ გადაწყვეტილებას რომ კონკრეტულად იმ ეპიზოდებზე რას ფიქრობ დანომრილია ეს ეპიზოდები რომ ადვილად მიხვდე და რომ ეს არის ჯანსაღი რომ ანუ რა ხშირად მინახია მე მაგალითად რომ საჯები მოსულან თამაში აი რაზეც ჩვენ საუბრობდი ანტო რომ საჯები მოსულან თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ვთქვათ 2 დღით ადრე და რაღაცა აი ეს საუბრები ყოფილა რომ აი სათამაშო სტილზე მაგალითად როგორც თამაშობს აი რაზე აჯარიმებს რაზე არ აჯარიმებს ცოტა ხნის წინ ამერიკელი მსაჯი იყო ჩამოსული ჩვენი თამაში იმსაჯა და კი ეხლა იყო ეს რაზეც ეს გაცვლითი პროგრამა რო იყო სწორედ მაკიუსთან მქონდა კონტაქტი და იმას შემოგთავაზა რომ აი ჩამოდის შეგიძლიათ მიხვიდეთ მოგცა კოორდინატები მიხვიდეთ თამაშამდე თქვა 2 დღე ხუთშაბათს ჩამოვიდა და მიხვიდეთ თამაშამდე დაელაპარაკოთ ის თავის რაღაც თავის სტილზე რაღაცაზე იმიტომ რომ ჩვენთვის ახლა სრულიად უცნობი მსაჯი იყო ხო ახლა ქართველებს ვიცნობთ მაგალითად საბას ბევრი თამაში აქვს ჩვენი ნამსაჯი ნიკას და ასე შემდეგ და იმისაც არ ვიცნობდით რა და იმან თავის რაღაც პრიორიტეტები გვითხრა რაღაცა და აი ამის მიხედვით მე თამაში რომ გადიხარ რაღაც უფრო ინფორმირებული ხარ თქვა წავიდა ჩვენი სამსწავლო შტაბის წევრი თქვა წავიდა კაპიტანი და ესე დასალაპარაკებულა და აი მეტი ინფორმაცია გაქვს უფრო მიღებული და თუ მოწინააღმდეგე არ გააკეთებს ამას შენ უპირატესობა გაქვს რა რომ აი კონკრეტულად იმ შემთხვევაში რაღაცით ოდნავ და რაღაცა შეიძლება გამოგადგეს და ვერ ვიტყვი რომ ესეთი ხო რა ურთიერთობას აწყობ რა თამაშამდე ნახულობ ადამიანს ის გნახულობს ხელშემართვა შენ რაღაც ესე ეტყვი რასაც გეგმავ თამაშზე და იმისთვისაც მარტივია რომ წინასწარ რაღაც მოცემულობა აქვს და გაითვალისწინებს ის თავისას გეუნება შენ გაითვალისწინებ და რაღაცა პროცესი იწყება ესე ვთქვათ რა სანამ თამაში დაიწყება რა გაიგო ტესტებზეც ნებისმიერ იმას სადაც მიდიხარ ყველგან ეგეთი ნუ იქ ზუმ კოლით ხდება ესე ყველა ვერ შეხვდება ეხა ერთმანეთს მაგრამ ეგ გაცნობის მომენტი ყველას აქვს რა ის გუნდი ან კლიპებს გიგზავნის სიტყვაზე რომ აი მოწინააღმდეგეს გუნდი რაღაცა დერეფანში და ჩემ შემთხვევაში ბოლოს ეგრე იყო რომ დერეფანში ერთი კაცი დაცვაში იყვნენ ამ წევი ის ამ წევად დგებოდა მე ის მიმღები და ზედმეტი გამოდიოდნენ და პროსა აი მაგას რომ დავაკვირდეთ ან აი ჩვენ ვაპირებთ რომ ფეხი დავარტყათ სიტყვაზე ბევრი და ეს დამწყელები გაჩერდებიან და პრობლემა ხო არ იქნება. ანუ რაღაც ისეთი ელემენტარული ნიუანსები, რაზეც ხო რომ თამაშზე მე იმან იცოდეს შენ რას და როგორ აკეთებ და შენ იცოდე დაახლოებით გუნდი ახლა მთლიანად რა თქმა უნდა არავინ არავის არ ეტყვის რას აკეთებს და თამაში შეიძლება დაგეგმილი კონდეს და სულ არ გამოვიდეს ის რასაც აპირებ და საერთოდ სხვა რაღაც ითამაშო მან. ხო კომუნიკაცია ისეთი მომენტია რა. გება ჩვენთანაც ეგ დაინერგა და რეალურად საქმის მომტანი ეგ არის რა იმიტომ რომ ესე თამაშს მე ჩემთან კომუნიკაციაში შემოხვედი იქვე მე ნანახი არ მაქვს ვიდეო რა ანუ ხო ხდები და შეიძლება რაღაცა ის გული მოვიკლათ ესე ვთქვათ ვისაუბროთ მაგრამ დიდად საქმის მომტანი ეგ იქნება რა რომ აი ესე მე ვიდეოს გაარჩევ ამას გადააგზავნი იქედან ოფიციალური პასუხი მოგდის ეგ ინფორმაცია საჩთანაც მიდის შენთანაც მოდის და მე უკვე ნუ მიზანი ის არის რომ შემდეგ თამაშზე გამოსწორდეს ეგ და რამდენად ხდება ხოლმე მაგის გამოსწორება ახლა იქ ცალკე საკითხია სამუშაო პროცესია მაგრამ სამუშაო პროცესი ეგრე არის აწყობილი აი იცი რა აინტერესებს მაყურებელს ჩვენ მეტნაკლებად ვიცით მაინც იმიტომ რომ შეხება გვაქვს თქვენთან და ბევრს გონია რომ აი თქვა საჯმა დაუშვა რაღაც სერიოზული შეცდომები ხო ადამიანია და აქვს შეცდომის დაშვების უფლება და აი მე კონკრეტულად შენზე არა ზოგადად ვიძახი რა აი მაგალითად დაუშვი შეცდომები რა ისეთი რომ რომელმაც იქონია თამაშის შედეგზე საკმაოდ სერიოზული გავლენა რა და რომელმაც გამოიწვია რომ რაღაც რამდენიმე გადამწყვეტი ეპიზოდი ისეთი რომ შეცდომა იქნა დაშვებული და
აი მე როგორ არის თქვა აი დასჯის მეთოდი როგორ არის რომ აი თქვა აღარ მსაჯობთ აღარ მსაჯობს კონკრეტულად ის მსაჯი რაღაც პერიოდისგან ხო ეს რაღაცა ისინია რაღაცა დონის და აი სასჯელი ხო მოდის აი თვითონ თქვენს ხო გაქვთ შეფასების კრიტერიუმები ყავთ აი ეს და აი როგორია ისე თქვა აღარ მსაჯობ მაგალითად რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უმაღლეს ლიგას და ქვედა ლიგას მსაჯობ თუ აი როგორ არის ხოლმე აი ეს ზოგადი სქემა არის რაც გუნდის მხრიდან არის და ეხლა მე ძალიან ცოტა ხანი მითამაშია მაგრამ აი მოთამაშის მხარე რო აიღო ანტონ ზუსტად იგივე მომენტი არის როგორც მოთამაშემ რო არ ვიცი ბოჭვა გააფუჭოს და ლელო დაიდოს რა ნუ გასაგებია ხე ბოჭვა დააფუჭა მაგრამ შემდეგ თამაშზე სკამზე არ დასვავ ხო თუ ეგ არის მარტო პრობლემა თუ მთელი თამაში იდგა და არაფერს არ აკეთებდა კი ბატონო დასვავ სკამზე შემდეგ თამაშს გამოატოვებინებ ვარჯიშზე შეხედავ და მე იგივე სამუშაო პროცესი არის ზუსტად რამ თამაშს რომ მორჩები დეტალურად გადიხარ მაგას ქვია high impact decision ანუ მაღალი იმის გადაწყვეტილება რაც შენ არასწორად გადაწყვიტე და აისახა ქულაზე ან ბარათი მიეცი რომელიც არ იყო ბარათი ან წითელი უნდა მიგეცა და ყვითელი მიეცი რამაც ნუ თამაშს შეცვლი და სხვანაირად წავიდოდა რა ესეთი მომენტები როცა გაქვს მე თამაში უკვე კარგად აღარ გიფასდება ეს HID როცა გაქვს და შეიძლება კონდეს average შეფასება ანუ საშუალო ან შეიძლება მთელი თამაში კარგად კონდეს ნამსაჯი მაგრამ ის ერთი მომენტი კონდეს რაღაცად არ ვიცი მეხუთე ფაზაში ჩავარდნა იყოს მაგის მერე ლელო დაიდოს და ეს ჩავარდნა რომ უნდა დაგენახა და იქ ლელო დაიდო კარგიდან ჩამოხვიდე რაც არ უნდა სხვა კარგი კონდეს გაკეთებული უკვე average-ზე ჩამოდიხარ რა სამუშაო პროცესი იგივე არის როგორც მოთამაშის ხარეს იქნებოდა ხე მოთამაშეს გუნდიდან ხო არ გაუშვებ და ხო არ იმას იზავ რა ზუსტად იგივე არის სამსაჯო იმასე პრინციპებზეც რა უბრალოდ აატყობს ან ადამიანს რამდენად უნდა ეხა თუ ხედავ რომ მოთამაშემ კი დაუშვა შეცდომა მაგრამ მე ვარჯიშზე პირველი მოდის მონდომებულია ვარჯიშობს იმაშვები ეხა იმ ერთ შეცდომას ხო არ გადაყვები პირიქით შანსაძლეო რომ გამოასწოროს თუ მაგის მერე ეხა კაპიტნის ვარჯიშზე მოვიდა მარტო ხვდები რომ არ უნდა ამ კაც თამაში და დაასვენებ რა კი ბატონო რამ ეხა წეგან ახსენე ბაიონა ექსეტერი თუ ბაიონა ხო წინა წელს კი შეიძლება ნახეთ კი ეს მანდ იყო ბოჭვა ძალიან მოხრილი აკეთებს ბოჭვას რა ექსეტერის მოთამაში ხო აი მაგას მე გარჩევა მოყვა მაგას ყვითელი მივეცით და მე ნუ გაიყო აზრი რომ თამაში უნდა ყოფილიყო თუ ყვითელი უნდა ყოფილიყო თუ როგორ უნდა ყოფილიყო რამდენი დღით ადრე იწყებ თქვა გუნდების ხდება ეგეთ გარჩევა მაგალითად ხო თამაშებს ნახულობ ხო ანუ კომფორტული არის უ ჩემპიონთა თასზე აი ჩელენჯ თასზე გუნდები სხვანაირად ეხა ტოპ 14 რამდენი წელი ნათამაშები აქვს და იქ ტოპ 14-ს რო თამაშობენ გუნდები ისეთი სეზონია რომ მე ამ ჩემპიონთა თასზე ძირითადი გუნდს ახანდახან ასვენებენ ხოლმე მეორე შემადგენლობა თამაშობს და ესე წინასწარ ხშირად ვერ გაიგებ რა ხდება ხოლმე რა. მაგიტომ იქ კომფორტულია, აი მეორე მესამე რაუნდს თუ მსაჯობ, უკვე დაახლოებით იცი რომელი გუნდი რა კონდიციაშია და რა გუნდს ათამაშებს და რას ითამაშებს. პირველი რაუნდი რო არის ცოტა ისეთია, სურპრიზებით არის და არ იცი რა გუნდი დადგება, ის მეორე მოწინააღმდეგე რა გუნდით ჩამოვა, მაგრამ ნუ ფრანგები რო ინგლისელებს ახში ხვდებიან, კლუბი სულ რო არ ვიცი, ხანაგური იყოს, მაინც გამიშვიდა მაკავია და თან ბაიონაში მით უმეტეს. ერთმანეთის, ანუ მსაჯები ერთმანეთის ნამსაჯებს თუ განიხილავთ მაგალითად. კი, თამაშს ნუ უფრო გუნდისთვის არჩევ რომ შენ უბრალოდ იცოდე იმ გუნდში ძირითადად ეძე პრობლემური მოთამაშე თუ არის. პრობლემური მოთამაშე არის, აი შეიძლება ყავს გუნდებს ისეთი მოთამაშე, რომელიც ხშირად ჯარიმდება. მარლერი ხო, თუნდაც ეგეთი რა, შეიძლება რომელიც თამაშის ამრევი შეიძლება იყოს. ანუ ცალი თვალი რომ ამაზე უნდა კონდეს რა. პირველი მაგას აკვირდები რომ გუნდს თუ ეგეთი მოთამაშე ყავს, რომ იცოდე ეგეთი ტიპი ვინ არის რა, ვისგან ელოდები შეიძლება შეგიშალოს ხელი. ხო, ვისგან ელოდები და მე რაღაც ეს ტიპი ისეთია სამიზნესავით ყავს რა. მაგის გარდა შერკინებას ნახულობ რომ იცოდე იქ პირველი სამი რას შვებიან სივრცეში როგორ დგანან რას აკეთებენ როგორ უფრო გუნდისთვის იმაშვები ვიდრე იმისთვის რომ საჯს იმას ქნან გარჩიო. ნუ ამ პროცესში რა თქმა უნდა ეხა თამაშს მსაჯობა მე რო ვისწავლე დროთა განმავლობაში მე თამაშებს ვეღარ უყურებდი, იმიტომ რომ უყურებ საჯობას მთლიანად რა შენ და დამოუკიდებლად. ხო, როგორც მე რო თქვა უყურებდი საფრანგეთის ზელანდიას ორივე სამ ნომერს ვადო. აუტის რას აკეთებდნენ არ უყურებდი ფეხს ვინ ურტყავდა სამ ნომერს უყურებდი სადგარბოდა როგორ მორბოდა. ხო, ნუ ეხა შენ იქ ისეთ დეტალებს ამუღამენ ფესე ვთქვათ, რასაც ეს მეც რო დამსვა და იმას ვქნა მე მაგას ვერ იმას ვიზავ რა, უფრო მარტივად უყურებ ხოლმე მაგ პირველი ხაზის ამბავს და
სამაგერო ჩვენ სამსაჯო იმებს უყურებ, იმდერამეს უყურებ, რომ განსხვავდება აი ჩვეულებრივი მოყვარულისგან, აი პროფესიონალის რაგბის ყურება, რომ იმდერამეზე გაგირბის თვალი მე რა კონკრეტულად იმას და ისეთ რაღაცა დეტალებს ხედავ, რომ რასაც ჩვეულებრივი მოყვარული აი მთელი ცხოვრება რომ უყურებდე, ხო, ძალიან რთულია რა და იმასთან ერთად ყურებაც ძალიან რთულია. შენ რო აი ძალიან დეტალებში ხარ წასული და გვერდით რო გიზის, აი მაინც მოყვარული რო გიზის, ხო? იმასთან ერთად მე იმ დეტალებში შესვლა უკვე ძალიან რთულია რა, ხო რა. ანუ ის იციღლება და იმისთვისაც ძალიან არაკომფორტულია, იმიტომ რომ ვერ იგებს რას ელაპარაკები და მამეთ არც უნდა რომ უბრალოდ დაჯდეს ლუდით ალიოს და მარტივად უყუროს ამ თამაშს და სიამოვნება მიაწვა რა და ეხლა რომ აუხსნა მილიონი რაღაცა მარცხენა ფეხი როგორ ჩახარა და ის არ არის რა იმისთვის რა ეს ძალიან რთულია რა ეხლა რატო და რაღაცა უბრალოდ ეხლა ჩართული რო ხარ და რო გესმის და მე თან რო ხვდები ტაქტიკურად რამდენად საინტერესო თამაშია და იქ ბევრი სულ აკეთდება იმისთვის რომ სადღაც მე-40 ფაზაში ამ ხელა სივრცე გაიხსნას რომ იქ პასი ზუსტად მივიდეს და იქ შეძვრე და ანუ რამ ხელა შესრულება ჭიდე, მაგრამ იმ ტიპს არ იმას უნდა რომ დაღლილი რომ მოვა სამსახურიდან, დაიდგას ეს ლუდი და ტვინი აღარ დაიღალოს, ჩართოს ტელევიზორი და მარტივად უყუროს რა. და მაინდა-მაინც ეგეთი სპორტი ვერ არის რაგბი. ხო, ვერ არის. თან ლიგასაც გააჩნია რა, ხო? ლიგასაც გააჩნია და მე წესების მე რა ის მაქვს, იცი, ნუ პრობლემა არა, მაგრამ ჩემი აზრი რა არის, რაღაცა წესებამდე უნდა მივიდეს რაგბი. შეჯერდეს, რომ ეს არის სათამაშო წესები და არ ვიცი, შემდეგი 4 წელი, აი შემდეგ სოფიო ჩემპიონატამდე იქნება ეს. იმიტომ რომ ეხლა ყოველ 6 თვეში, აი ეხლა მაგალითად ბოლოს რო ვიმსაჯე თამაში, თქვენი თამაში იყო, ერთ ჯარიმას ვდებ, ფეხს ურტყავენ და დამრტყმელის წინ მოთამაშეები ნელდებიან რა, ანუ ამ ბურთს აბრძოლოთ, ამათ არ უშვებენ, თვითონ არ თამაშობენ. აქამდე ეგ ჯარიმა არ ყოფილა კი. ეხა არის ჯარიმა, მაგრამ ეგ ჯარიმა რომ დავდე ვერ გაიგო ვერავინ და მე ეს ბოლო ის რაც ქონდა დიდი 10-ის ჩართვა მე გამოვტოვე, იმიტომ რომ ბოლდრაგბის ჩართვა და ის იყო და იქ შევჯერდით რომ გუნდებმა ჯერ არიციან რომ ჩვენთან ეგ ჯარიმაა. ხო, არის. იმიტომ რომ ახალი არის, ეხა ნოემბრის ფანჯარაზე მიიღეს რა. იმიტომ აი ნიკა ყავდა და ზუსტად ნიკამ ხო რო ახსნა აი ეს ესე. ვიცი, ვისთან ვკითხე, მე მგონი ქუთაი არესთან მქონდა თუ ქუთაისთან გასვლა. და მაშინ შეიცვალა ეს და ვკითხე აღარ ნოემბრის ფანჯრის წინ ეხლა რა 1-2 არა ჯერ არ არისო და ეხლა უკვე ნუ უკვე არის ხდები რამდენად ანუ ეხლა თამაშობ გუნდი პროფესიონალური ლიგა ავარჯიშებ იმაშვები და შენამდე ჯერ არ მოვიდა ეხლა ჯერ ნოემბრის ფანჯარაში ვინც მიიღო მონაწილეობა იმასთან არის მისული რა და ეს ყველაფერი ეხლა სანამ გულშემატკივრებამდე მივა და იქ რო გახარ დასტვენ და სანამ ის გაიგებს შენ რატო დასტვინე ხო ხდება შეიძლება 1 წელი ისე გავიდეს რომ მაგ ტიპმა ვაფშე ვერ გაიგოს. და 1 წლის მერე ვთქვათ რომ კაი აღარ იყოს ეს ჯარიმა და ესე როგორ თქვა ესე დაკვირვებაც შეიძლება ცოტა გაატარო ანუ მომავალი სეზონიდან ანუ ძალიან არა ეგრეც არის ხომ როგორ ის აი ტრენდი რომ შემოდის რაღაცა თუ ისეთი არის რა აი 50-50-ის რო იყოს და ჯარიმას რო დებ ისეთია რა კარგია იმიტომ რომ სიახლეა და ეგ უნდათ რომ თამაშიდან ამოიყო რა. აი ხა როგორც ეს ქროქროლი რაც არის გადაყრა რა. ტრამული არის საკმაოდ, იმიტომ რომ ისეთი ტრამები აქვს ეგ გამოწვეული მოთამაშეებისთვის, რომ ეგ მუხს შეიძლება დაგიმთავროს რა საერთოდ. და მაგაზე ისე მკაცრად არის, რომ ნუ უმეტესობა მაგის ქროქროლის 90% წითელი ბარათი უნდა იყოს ესით. იმიტომ რომ მაგ გადაყრის საერთოდ ამოღება უნდათ თამაშიდან. რომ ეს ტრამვა რაც მოყვება, მე მთლიანად შეამცირონ მაგის. ისე უსაფრთხოებაზე უფრო მეტი გამკაცრებაა საჭირო, ეგა. ხო, აი რაღაც პერიოდი ხო იყო თავთან კონტაქტზე იყო ეგეთი გამახვილებული და რაღაცა ჩაციკლასავით, იმიტომ რომ ხშირად ხდებოდა რა. მაშინ შეიძლება, არ ვიცი მე მაშინ ნაკლებად ხდებოდა თუ უბრალოდ ყურადღებას არ ვამახვილებდით ამ ქროქროლებზე, მაგრამ არ მახსენდება ეგეთი შემთხვევები. არა 2-3 წლის წინ აი მე არ მახსენ შეიძლება არ ვაკვირდებოდით და ხდებოდა კიდეც და რახანს არ იყო ჯარიმა არ ვიცი ჩვენ თვალში არ ხდებოდა მაგრამ შარშან არა ეს სეზონი არა წინა სეზონი რო დაიწყო ტოპ 14-ში პირველი თუ მეორე თამაში იყო რასინგი აღარ ბორდო მე მგონი და იქ გადაყარა რასინგის მეორე ხაზელმა აი კროქროლი რა და ფეხი წაიღო რა იმ პირველ ხაზელის და იქ ამოიღო წითელი
და ზუსტად იქიდან და ხო რა, ანუ იქიდან დაიძრა რომ აი კროკროლი არა, ტრაუმა 100%-ია, იმიტომ რომ თავის მუხლზე გადასაყრელად მარტივია იდეაში, იმიტომ რომ ისეთ სახსარში ურტყავ რომ იქ პროსტა შანსი არ უტოვებ ხე. უცკი არა ყველაფერზე გააშვებინებ ხელს. იცი რა არის, აი ხა ხო საუბრობდით წესების ცვლილებებზე რა. და საერთო წესები რო შემოვიდეს, იმიტომ რომ ვიცით რომ ეხა სამხრეთში მაგალითად სულ სხვა წესებია, ჩრდილოეთში სულ სხვა წესებია და რაღაც შეჯერება ხდება ხოლმე ნოემბრის ტესტ მატჩებზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაღაც აი ერთ ჩარჩოში ჯდებით ხოლმე რა, რასაც ქვია, ერთ ფანჯარაში ჯდებით ხოლმე რა. საფრანგეთში სულ გასხოვა. ხო რა, საფრანგეთში სხვანაირი, აი ხა აგერ მიყვავდა ერთად მიყვავდა წინა სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, სულ სხვანაირად მსაჯობენ, მაგალითად ინგლისში სხვანაირად მსაჯობენ. არა და ორივე სოსოიჯ და ხომ ეს და ველაპარაკობდა არა ის სტილის ვარ 14 თვითონ თამაში სხვანაირია ხა ხო ამდენი წელი გითამაშია იქანდო მე მან ჯერ ხა პროდეური რომ იმსაჯე იქ რა ხდებოდა და ტოპ 14-ში იქ არ ვიცი მე ის თვითონ მოთამაშეების მთელი წელი რომ აი მაგ ხელა წნეხს და მაგ ხელა დატვირთვას და ფიზიკურობას გადიხარ თამაშობ და მე თამაში არ ვიცი ისეთი ესე რომ უყურებ ისე სწრაფად ხდება და იმ ხელა შეჯახებებია და ისეთი ქაოტურია და თან ისეთი ორგანიზებულები არიან რომ ეგეთი ჩემთვის არ ვიცი ტოპ ჩემპიონატია რა. ანუ და ალბათ სათამაშოთაც ყველაზე რთულია და სამსაჯოთაც ძალიან რთულია. იცი რა მინდოდა დამეკავშირებინა რაგბი ახლა კალათბურთთან, იმიტომ რომ ფეხბურთში ახლა სადაც არ უნდა იყოს და რა ლიგაც არ უნდა იყოს, აი ეს ტოპ ლიგებზე მაქვს ლაპარაკი ძირითადად. ეხა სამხრეთ ამერიკული იქნება თუ იქნება ვთქვათ ევროპული იქნება თუ ავსტრალიაში თუ აზიაში ყველგან ვიცით რომ არის 90 წუთი გოლია და დაახლოებით აი ესეთი რაღაცა არის რა ტაიმები არის 45 წუთიანი და ძირითადი წესები არის უცვლელი ანუ რომ დაჯდები შენ ავსტრალიურს უყურებ თუ ევროპულს უყურებ ინგლისურს გერმანულს საჯობის სტილიც კი ცოტა შეიძლება განსხვავდება მაგრამ წესები ძირითადი წესები ერთ და იგივეა რაც მაგალითად ახლა ყველანი თავხვდებით რომ რაგბი ძალიან გვიყვარს უყველას, მაგრამ კალათბურთი ბევრად უფრო პოპულარულია მსოფლიოში ვიდრე რაგბი. აი კალათბურთში არის კიდევ აი ესეთი ძალიან დიდი განსხვავება. ევროპასა და ამერიკა NBA-ში, აი ახლა NBA არის თავარი ტოპ ლიგა არის საკლუბო დონეზე არის ტოპ ლიგა. სადაც ჯერ ხო 12 წუთს თამაშობენ. 4-4 არის, 4-ვე არის 12 წუთიანები. სხვაგან თელ მსოფლიოში თითქმის ერთი ფილიპინებზე არის 12 წუთიანები, თორე დანარჩენი ყველგან არის 10 წუთიანი მეოთხედები. ეს აბსოლუტურად 8 წუთით მეც თამაშობ რეალურად, მაგრამ ეს აბსოლუტურად ანუ ცვლის თამაშის მიმდინარეობას, დინამიკას ცვლის, დატვირთვებს ცვლის, ძალიან ბევრ რაღაც, ძალიან ბევრი შეცვლა. მე იქ არის წუთშესვენებები, იქ არის მე სამქულიანის ხაზები არის. იმიტომ რომ ამერიკაში, NBA-ში სამქულიანის ხაზი უფრო შორს არის, ვიდრე ევროპაში. ანუ რომ იქ რო ორიან სესწრი, იქ რო სამიან სესწრი, ხო, ევროპაში რო სამიანია, იქ ორიანია რა, ჩვეულებრივად რა და ანუ რაღაც ძალიან დიდი სხვაობა არ არის, რომ ვერ გეტყვი ხა 1 მეტრი არ არის რა, მაგრამ ჯამში ხო, ისა ნაბიჯი არის სიმაღლეში სხვა არის რომ არა, ფარის სიმაღლეებზე შეჯამდნენ რა. იყო ბევრი ისეთი მომენტი, რომ თქვა, აი, რაზეც ჩვენ საუბრობდით, თქვა, ევროპული და სამხრეთული რაგბი რაზეც თქვა აქ კარგი იყო და უცბად გადმოიტანეს არის ესეთი მომენტები რომ თქვა NBA-დან გადმოაქვთ ევროპაში და პირიქით ევროპიდან მიაქვთ NBA-ში რაღაცა ის მაგრამ მაინც ძალიან დიდი დისბალანსია აი ისეთ პოპულარულ სახეობაში როგორც არის კალათბურთი წარმოიდგინეთ ოლიმპიადაზე რო ჩამოდიან და ოლიმპიადაზე რო ჩამოდიან როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩამოდიან აი რა პრობლემაც თქვენ გაქვთ ხოლმე დაახლოებით იგივე პრობლემა აქვთ რა ამერიკაში მოთამაშე კალათბურთელებს იმიტომ რომ უნდა რაღაც პერიოდი იმიტომ რომ აქეთ ევროპაში ევროპული წესები რაც არის ოლიმპიადის მაგალითად ანუ მსოფლიო და ოლიმპიადა ხო აი ეს FIBA რაც არის მსოფლიო კალათბურთის ორგანიზაცია ისინი არიან სტანდარტულზე რა 4 მეოთხედი 10 წუთიანი და ორჩა რა იქ სამქულიანის ხაზიც არის როგორც ევროპაში არის და სტანდარტებით და ნუ ეს აი და იყო რამდენიმე შემთხვევა რომ ნუ აი ამერიკის ნაკრებია და ნუ იმათვის მნიშვნელობა ხანდახან არ აქვს ხოლმე მაგას ყველაფერს აგდებენ მაინც რა რო ხო რა ეხა ორი აქ თუ ხო არ აქვს მაინც პრობლემა მაგრამ არის ხოლმე მაინც აი რაღაცა
აი გაუგებარი რაღაცები არის ხოლმე წესები ეს აი დეტალებში რო ჩავიდეთ არის ხოლმე რაღაცა ისეთი წესები რაც ამერიკაში არის და შეუძლია იქ მოთამაშეს რომ წუთშესვენება აიღოს წუთშესვენება აიღოს რა ამერიკაში რა აი ვთქვათ გაიჭედა თავზე გადგას აი ჩვენთან რო ამოგლეჯვა რა ცდილობს და უცბად მოასწრო და აიღო წუთშესვენება ევროპაში ეგ არ შეიძლება და რამდენჯერ ყოფილა რომ NBA-დან წამოსული ევროლიგაზე მოთამაშე გუნდი კალათბურთელი ხო წუთშესვენებას ითხოვს იმას და ვერ ხვდება რომ რატო არ აძლევენ რა აი ეგეთი რაღაცები ძალიან ბევრია რა ეგეთი რაღაცები და ეს წარმოიდგინე როგორი დაულაგებელია ისეთი დიდი სპორტის სახეობა რომელიც ჩემი აზრით პოპულარობით ალბათ მეორე არის რა მსოფლიოში ფეხბურთია და მე კალათბურთია სავარაუდოდ ხო რა ალბათ ესე იქნება აი პლანეტაზე მაგრამ რაგში სიმართლე რო გითხრა ჩვენ დიდათში რა წესებიც გვაქვს ბევრი რაღაცა მე World Rugby-მა ნელ-ნელა ჩვენგან იმას ქნა რა ქვია ხო ეს რაღაცა ის რა ქვია ტენდენციასავით ჩვენგან დავიწყეთ რომ რაღაცნაირად შერკინების დრო შეგვემცირებინა შერკინების რაოდენობა შედარებით ნაკლები ყოფილიყო, იმიტომ რომ დავთვალეთ და სტატისტიკა რო გაკეთდა, ძალიან დიდი დრო მიქონდა შერკინებას და დერეფანს. ანუ რაც უფრო მეტი შერკინება და დერეფანი იყო თამაში, სათამაშო დრო ჩამოდიოდა დაახლოებით 25-26 წუთზე, რაც უბრალოდ ძალიან დროა, ხო, სუფთა სათამაშო დროს. შესაბამისად, მე იყო რაღაც პერიოდი მკაცრად ვიყავით, რომ აი 30 წუთში შერკინე 30 წამში შერკინება უნდა მოაწყო, დერეფნის ბურთი უნდა მოაწოდო სიტყვაზე. მე ძალიან ველოდები, როდის გადაიღებს მსოფლიო რაგბი მოლის გაჭედვაზე თავისუფალს. იმიტომ რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, მე არ მახსენდება რომ ვინმეს მოლის მერე გაჭედვაზე თავისუფალს რომ იცემ შერკინება მოეთხოვოს. არ არსებობს, ანუ ფაქტია რომ გუნდს აი მაგ ჭიდაობის მერე რაც მოლში უწევს, თუ ბურთს მოიპოვებს, იქ ხო აღარ უნდა შერკინებაში დადგომა რა, ანუ ურჩევნია რომ ჩვენთან უკვე აღარ შეუძლია მაგის მოთხოვნა. ხო, ნუ ეგ თავისუფალზე თვითონ World Rugby-მაც ეგ მიიღო რომ თავისუფალიდან ვეღარ მოითხოვ იმას რა ქვია შერკინებას. მაგრამ აი ამ მოლის გაჭედვაზე დარწმუნებული ვარ რომ ეგ წესი რომ შემოიღონ არ ამგონია რომ ვინმე შერკინება მოითხოვს. კი. აი ერთი არგენტინა და სამხრეთ აფრიკა არის ისეთ პრეტენდენტები რომ შეიძლება მაინც ის მოითხოვოს. აქ ორი შემთხვევა ჰქონდა თამხანაგურ თამაშზე, მაგრამ მალევე მიხვდნენ რომ არასწორი იყო. ანუ მაინც შენ 15-იანთან ხდება ან შენ 22-ში და იქედან ამ შერკინებიდან რომ გამოგაქვს მაინც ფეხით გადიხარ და აღარც იმ როც 8 კაც აღარღლი, იქ კაცმა არ იცის რა მოხდება შეიძლება დაჯარიმდე და გააკ ბურთი ამოისუნთქე ფეხით გახვედი და დამთავრდა რა. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ ისევ ჩვენ სპონსორს ბუბუ ჯგუფს, ბუბუ კონსტრაქშენს და ასევე ლაგაზეთა დელა სპორტ ჯორჯიას. მოდი საბა მოგვიყევი, აი რა ხდებოდა ახლა, აი მაგალითად აი ნოემბრის ტესტ მატჩებზე დეტალურად როგორი იყო, როგორ მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ ახლა დარწმუნებული ვარ ბევრმა არ ნახა და ვერ ნახა ესპანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მატჩი. ჩვენი დონე არ არის ამ მომენტისათვის არც ერთი, ვთქვათ, მე ესე ვთვლი. ხო, მაგრამ კონკურენტები არიან და ვინ როგორ მოუმატებს, ხო, თუ ვინ როგორ მოუმატებს, აგრე ესე ჩანდა რომ პორტუგალიისთვის წესი უნდა მოგვიგო მსოფლიოზე, მაგრამ ვერ მოუგე და კინაღამ წავაგე. გინდა არ გინდა ტიერ 2-ს გვიძახი. ტიერ 2 არიან და ჩვენი ის არიან, ხო და დარწმუნებული ვარ ამერიკელები აი მოახლოეს პერიოდში ძალიან მოუმატებენ, იმიტომ რომ მე უკვე მასპინძლობას უწევს, მე მსოფლიოსი, ხო და მსოფლიოს მასპინძლობა უწევს და ძალიან დიდი ფული ჩადეს კონკრეტულად შიდა ჩემპიონატის განვითარებაში და ვიცით რომ ეს მასპინძელი ქვეყნებს როგორი პროგრამები აქვთ. თან აქვთ 8 წელი, აქვთ ხო 8 წლიანი პროგრამა აქვთ და როგორ სტაბილიზება დატოვა თვითონ აი ესპანეთი ამერიკის შეერთებული შტატების შეხვედრამ და რა დაინახე შენ? მანამდე ვიყავი რუმინეთი. ხო, მოდი აი თუ დავიწყოთ მაგით. რუმინეთი კანადაზე, იქ ნუ ისეთი კლასიკური რუმინული თამაში მიდიოდა, კი შერკინება, მძიმე თამაში მიდიოდა, ისეთი დიდი ათისებრი და მეც კომფორტულად გზნობ გვერდზე ვიყავი, მაგრამ ისე სახში გზნობდი თავს რა. რუმინეთმა, ნუ მოიგო ის თამაში, მაგრამ ისეთი რუმინეთი მაინც იქ არის, სადაც ეს ბოლო წლებია ტრიალებს რა. მაგრამ ეხა იწყებენ ეს ახალგაზრდებს ათამაშენ, ნუ ნელ-ნელა გონს აზე მოდიან ესე ვთქვათ რა. ცვლილებებს აპირებენ როგორც ჩანს. ხო, ნუ დიდის ცვლილების მოლოდინი მაინდა-მაინც იქ არ იგზნობა, მაგრამ ნუ ნაკრებს როგორც ჩანს ნაკრებში რესურსს ჩადებენ რა და რა შედეგს ეხა 4 გუნდი დაემატება შემდეგი მსოფლიოსთვის. აქამდე ხო 20 გუნდი იყო, ეხა 24 მიიღებს მონაწილეობას და 4-დან 3 გუნდი პლუს ევროპიდან უნდათ რომ იყოს რა. შესაბამისად მეტი შანსი ექნებათ ამათაც ესპანელებსაც რომ მსოფლიოზე მოხვდნენ. ესპანეთი ამერიკას რაც შეეხება ძალიან კაი თამაში გამოვიდა
და ისეთი თანაბარი გუნდი არის ორივე. ამერიკელებსაც ეთყობათ, აი ისა სამზადისი რაც იქ შადეს და ეგ მანამდე ზაფხულში MLS-ში ვიყავი წასული 3 რაუნდი იქ ვიმსაჯე და იქაც ხო აი ამ გაცვლითი პროგრამა ხო იყო ჩამოსული ამერიკელები არ გამიგია და ამბავში ხო მე ჩვენთან რო დამთავრდა ჩემპიონატი აპრილში დამთავრდა სადღაც ივნისის დასაწყისში ვიყავი 3 კვირა მე იქიდან წავედი იმაზე რა ქვია 20 წლამდეზე და იქაც ილანდიელი ეხა ჩვენთან ერთად მუშაობს ის ვილკინს დევიდ ვილკინსონი არის ვინც MLS-ში მენეჯერი არის ასევე მსაჯების და ნუ იმან ამიყვანა ასე ვთქვათ იქეთ და მე აქედან დაიწყო ეს პროგრამა რომ ისინიც ჩამოსულიყვნენ ჩემპიონატიც ძალიან კაი აქვთ აი ეს ხო იცი ამერიკელებმა როგორ იციან ყველაფრის მარკეტინგი ძალიან მაგლა და შეფუთვა და NBA-ს აქვს ფოტოში დრაფტებით და ისე ამთხოვენ 18 ტური აქვთ მაგრამ როგორ აქვთ იცით ცდილობენ რომ არ დაამთხვიონ სუპერბოული რომ მორჩება მაგის მერე იწყება სადღაც მარტში იწყებენ ჩემპიონატს და ივლისში უნდა დაამთავრონ რა ну NBA-ის ფინალებს კი ემთხვეო, მაგრამ პროსა საუკეთესო ფანჯარაო, რომ ეხა NBA-სთან მაინც ვერ რა, იმიტომ რომ თუ ბეისბოლს და ამერიკულ ფეხბურთსაც რო დავამთხვიოთო, აზრი არ ექნებაო რა. და ნელ-ნელა იმაშვებიან, გუნდები საკმაოდ ისეთი ყავთ ძლიერი, ძველი მოთამაშეებიც. სან დიეგოს თამაში საჯობა მომიწია, იქ გიტო იყო 10-ზე, ნონუ 12-ზე იდგა. და ნუ ისეთი კარგი ჩემპიონატი აქვთ რა, საკმაოდ ის არ არის ახლა ტოპ 14 და პრემიერშიპი, მაგრამ ისე არიან რა, მაგზას ადგანან და თან ხო იცი ამერიკელებს ახლა ისე არ აქვთ, რომ აი 2 წელი გავაკეთებთ და მე თავს დავანებებთ რა. ეგრე როგორც თქვი 8-10 წლიანი გეგმა აქვთ. და აი მაგ გეგმას მიყვებიან ინვესტიციით რა. შესაბამისად ამერიკა მეც მგონია რომ 2031-ისთვის როცა სახში მსოფლიო ექნება, საერთოდ სხვა გუნდი იქნება ლოგიკურად და წესით, იმიტომ რომ მთლიან რესურს ჩემპიონატისაც, იმისაც მაკეთ მიმართავენ. აქამდე 7-ებზე ქონდათ უფრო მეტი აქცენტი, იმიტომ რომ ოლიმპიურია და ასე შემდეგ, მაგრამ აი ხა უკვე იქ რო ტარდება მსოფლიო, იქ ხედავენ შანსს, რომ მანამდე რაღაც პლასტარმი უნდა შეიქმნას შიდა ჩემპიონატის და აი ამ სოფლიოს მერე შეიძლება იქ დაიწყოს რაღაც რაგბის ბუმი, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის აი ამ ამერიკულ იმასთან რა ქვია, ფეხბურთთან. თან იციან რომ წესების მორგების საშუალება ექნებათ თვითონ. და თან ახლა გინდა არ გინდა სოფლიო ჩემპიონატი ისეთი მოვლენაა, რომ დასწრება აუცილებლად ექნება. მთელი სოფლიო ჩავა ამერიკააცა. ხო, ვინც დასწრება რომ ექნება, მე ის ხალხი უნდათ რომ გამზადებული პროდუქტი დაახვედრონ, რომ აქ გვაქვს ჩემპიონატი, რომლითაც აი აქ როგორც ისიამოვნე შენ, შეგიძლია რომ მოხვიდე და რაღაცა პერიოდის განმავლობაში ესე ისიამოვნო რა. ესპანეთიც კარგი გუნდია საკმაოდ, 7 კაცაც ძალიან კარგი ყავთ და ისეც თამაშობენ და აი. კი, ძალიან კაი 7 კაცა ყავთ და ხელით სივრცეში თამაშობენ, მაგრამ ნუ ეხლა ესპანეთი მაინც ფეხბურთის სამშობლოა რა. არა მხოლოდ ფეხბურთის, კალათბურთისაც, ხელბურთის, წყალბურთის. აი, არის მართლა ფანტასტიკური ქვეყანა ესპანეთი, რომელიც აი უნდათ რომ შეამატონ მაგ-იმას, რა ქვია, აქტივობებს რა. საბა, ანუ აი ხა რო უყურებთ ხო, ესპანელებმა ძალიან დაიხიეს უკან რის გამო, რაღაც ორ სოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშეს, იმიტომ რომ აი რაღაც ვიღაც მოთამაშეებს იმატებენ და მე საბოლოოდ აღმოჩნდება რომ იმ მოთამაშეების თამაშის უფლება არ აქვს. ხო და მე მგონი ეს მენეჯერი გაუშვეს. ხო, ნუ რაღაცა და ანუ 8 აი წარმოგიდგენთ როგორი იყო გასაგები. დაახლოებით ჩვენ რა პრობლემაც გვაქვს, ხო? რა პრობლემაც გვაქვს რომ ელიტას ვერ ვითამაშებით რა, იმათ ჩვენზე უფრო მეტი პრობლემა აქვს და რა თამაშები ასე ვთქვათ გააფუჭეს ჩვენ გამაზეს ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ეთამაშოთ იქ ჯგუფებში ჩავზარდო და რამხელა გამოცდილება და რამხელა რამ გააფუჭეს. ხო, ნუ რო დაფიქსე რის გამოთან. აი პორტუგალიაზე ოდნავ დავლა არის როგორც მე მგონია ხა დონით და პორტუგალია მე ხა ჩვენთან ამ დამთავრებით და სოფლიო კარგი თამაშით რამხელა ის მოიპოვა რა ქვია პოპულარობა. მაგრამ პორტუგალიას ეხა ცუდი პერიოდი აქვს. რა ეგეთ გუნდებს ემართება საერთოდ აი მაქსიმუმ თასზე მიდიან და მე იმის ზემოთ რო წახვიდე უკვე მთლიანი სტრუქტურა უნდა მუშაობდეს ისე რომ მაგაზე გაგიშვას რა, თორე მე უკვე ქვემოთ მოდიხარ და ეგ პერიოდი აქვს ეხა იმას რა ქვია პორტუგალიას. აი როგორც ჩვენ ჭირდა მაგას 2007-ის მერე. იმიტომ რომ დავდეთ ის თქვა ირლანდიას რო კინაღა მოგეთ, მერე კარგი მსოფლიოდ რო შეფასდა და მე უკვე 2011-ში უკვე გაიზარდა მოთხოვნილებები გაიზარდა რომ აქ საქართველოში ელოდებოდნენ ძალიან ბევრი ვიცი რომ ელოდებოდა რომ შოტლანდია უნდა დაგვეგდო. ხო, თან
ანა მარტო უნდა დაგვეგდო, ყველა შერკინებაში უნდა დაგვეჯარიმებინა. ხო, პირველი ეგ. ხო, რა და აი მაგის ხარჯზე მოგვეგოდა, რომ წავაგეთ შოტლანდიასთან, ხო თან დიდი ანგარიში არ წაგვიგია რა, რომ ათუცხი საბრძოლო ის იყო და ძალიან რთული და რაღაც, რომ წავაგეთ, ბევრი ძალიან უკმაყოფილოდა და ამა თუ ვერ მოუგე. რა თუ ვერ მოუგე რაღაც ხო, რაღაც ანუ რაღაცა ისეთი ის იყო რა და ო ნუ ეგრეა ზოგადად რა მოგებას რომ მიაჩვეო მე ხა იმას მოგება უნდა და კარგიც არის ახლა რომ გთხოვს გუნდი რომ გულშემატკივარი რომ უნდა მოიგო ცუდი არ არის ნამდვილად მაგრამ ხო ნუ რეალურ იმაში ჩარჩოებში უნდა დავრჩეთ რა მაგიტომ რა ვიცი ესპანეთიც ჩვენამდე არ ვიცი ხა მე მგონია რომ ბევრი უკლია ჯერჯერობით მაგრამ აი იმ 8 წლიან ციკლში რაც იქ 2031 წლამდე უნდა მივიდეს ამერიკა მგონია რომ ისე სერიოზულად უდგებიან საკითხს და ისე მივლენ 2031-მდე რომ ანგარის გასაწევი ძალა იქნებიან. აი როგორი დონის აი დიდაც რო შეადარო მაგალითად ეხლა აი იმსაჯე ვთქვათ ამერიკის ჩემპიონატის თამაშები ხო? აი დიდათთან რო გააკეთო პარალელები, აი რა დონია დაახლოებით ეხლა კი გასაგებია რომ ჟიტო არის, ნონუ არის, სხვა გუნდებში ეყოლება თითო როგორც ვთქვათ იაპონელებმა გააკეთეს ამ ბოლო ჩემპიონატში ახალზელანდიელები მიყავთ ფულიც ძალიან დიდი აქვს სასაცილო ხელფასებია ეხლა ამერიკულ ფეხბურთთან და NBA-სთან და ამასთან შედარებით ხო ნუ აი აქტ NBA-ის ერთ მოთამაშეს რა ხელფას და იმით ააწყობ თელ სახელფასო ფონდს ააწყობ აი 7 გუნდისას რაგბიში ეხლანდელ იმ ამერიკულ რაგბის ლიგაში და აი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, აი რა დონია დაახლოებით. ჩვენი ჩემპიონი მაგალითად ქუთაისის აია, რომ ჩასვა თქვა სიტყვაზე. რა შედეგებზე იქნებოდა? შენი აზრი, გინდა აი არ იყოს და იყოს თქვა რომელიმე სხვა გუნდი ნებისმიერი მივხვდი. შაშანდელი ჩემპიონი იმის წინამდე ხო სტილი სათამაშო ისტი ვესტი ეგრე აქვს რა დაყოფილი როგორც NBA-ის სტილი არის ზუსტად ისე აქვს დაყოფილი რა. აქედან არის ხომ გუნდები, ახლა კლუბები აქვთ, რომელიც მაგალითად 2 წელი იარსება, ნიუ-იორკის გუნდი იყო ეგეთი, რომელიც ძალიან მაგარი იყო თავიდან და მე რაღაცა გაიყიდა, ეს გუნდი დაიშალა მე ისეთ ფასად ვერ გაიყიდა, მაგრამ არიან სტაბილური გუნდები, რომლებიც გათვლა აქვთ აი ესე გრძელვადიან პერიოდზე და ნუ ძირითადად ინვესტიციაზე არის დამოკიდებული, იმიტომ რომ იქ რაგბი ესე არ არსებობდა, რომ შენ ყოჩებმა აღზარდა ვიღაცა ლელომ აღზარდა აიამ და შენით მერე გუნდი ააშენე, ყველა არის ნაყიდი, ამიტომ საკლუბო სტრუქტურას ეხლა იღებენ. მაგ შემთხვევაში ჩვენ იმას ვერ შევადარებ იმ პრინციპით, რომ აქ კლუბებს მოთამაშეები აღზრდილი ყავთ, ასე ვთქვათ რა. იქ ნაკლებად არის, იქ უფრო ინვესტიცია არის ჩადებული და მოზიდული არის ეს მოთამაშეები. შესაბამისად, ეს მოზიდული მოთამაშეები უფრო ხარისხიანები არიან ვიდრე სიტყვაზე ჩვენ ჩემპიონატში მოთამაშეები. ანუ მზა პროდუქტები ყავს. მზა პროდუქტები ყავს, ხო, ბევრი ავსტრალიელია, აფრიკელია, ის არის. მაგ ხრივ მოთამაშეები ჩვენ ჩემპიონატზე მაღალი დონის მოთამაშეები ყავთ. შესაბამისად, ტემპიც მაღალია, თუმცა აი ჩვენი ახლა ჩემპიონი თუნდაც რო აიღო, ხო, წინა წლის ვინც იყო ამის წინა წლის იქ მგონია რომ აი მაგ პირველ გუნდებს კონკურენციას ვერ გეტყვი ხა თამაშს მოიგებს ან მოიგებს კონკურენციაში ხო კონკურენციაში შევა რა 14 გუნდია იქ დაახლოებით და ამ 14 გუნდიდან ხო ალბათ აი ჩვენი პირველი ხუთეული რო აიღო ალბათ და იმათი პირველი ხუთეული რო აიღო თანაბარი თამაშები გამოგვივა რა უბრალოდ იმათ რესურსი ნუ რა თქმა უნდა ეხლა ვერ შეადარებ ვერც ფინანსურს, ვერც ადამიანურს, ვერც მარკეტინგის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეხლა აქ როგორ გითხრა, რა ვიცი, იქ შეიძლება აქ რაც კლუბის დაფინანსება არის, იქ წლიური ერთი მოთამაშის ხელფასი იყოს მაგდენი. თან ეხლა რო საუბრობთ, ჩვენ საუბრობთ რაგბის სოფლიოს ჩემპიონატზე, ხო? 14 კაცი რაგბიზე, რაგბი იუნიონზე საუბრობთ და შემდეგი ოლიმპიადა ლოს-ანჯელესშია. ხო, ლოს-ანჯელესშია და ანუ 7 კაცსაც და ანუ რაგბიშვიც ვეძახი მე, მაგრამ ნუ 7 ჩვენთვის მაყურებლისთვის 7 კაცსაც და 7 ქალასაც კიდე უფრო მაღალ დონეზე აიყვანენ და ისეთი ათლეტები როგორებიც ყავს ამერიკელებს მამაკაცებზე ვიძახი კონკრეტულად ამ შემთხვევაში რაგბი 7-ის სათამაშოდ ისეთი ტიპაჟები შეუძლიათ უცბად რაგბიდან ამერიკული ფეხბურთიდან გადმოიყვანონ, აი სურო დანებებული კონდეს 2 წელი რო კონდეს და
ისეთი ათლეტები არიან და ისეთ სისწრაფეებზე და ისეთ დონეზე არის იქ საუბარი, რომ არ ვიცი, რაღაც ფანტასტიკური გუნდის შეკვერა შეუძლიათ კონკრეტულად დაატრენინგო, ეგრევე რო შეუშვა მოედანზე რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც ტრენინგი თქვა 2 წლიანი თქვა ციკლი მისცე მოსამზადებელი და ხო, თამაშს ასწავლი რაღაც მაგ ძირით, თორე ისეთ სისწრაფეებზია ლაპარაკი და ისეთი დონის, მე რაც ნანახი მაქვს ეს ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავები ტიპებს აძლევენ ათლეტები არიან და ისეთი ფიზიკური შედეგი ისეთ რაღაცებს აკეთებენ ანუ ძალიან მიყვარს რაგბი და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ჩემი ცხოვრების სტილი არის რაგბი თვითონ მაგრამ აი ისეთ რაღაცებს აკეთებენ ისეთ არარეალურ რაღაცებს აკეთებენ რაც გგონია რომ ეს შეიძლება ცხოვრებაში ვერავინ ვერ გააკეთოს ისეთ ანუ ტიპები იღებენ წელიწადში იღებენ 80 და 90 ბილიონ დოლარს ხო, ნუ ძალიან ხო, ანუ აი რაღაც ზეკაცური რაღაც მოთხოვნილებებია და მართლა აკეთებენ რომ რაღაც აი როგორც თქვა NBA-ში არის რომ შეიძლება გამოვიდეს ტიპი და ერთ საღამოს ერთ თამაშზე ყველაფერი ჩააგდოს. აი ან ჩააგდოს მაგალითად როგორც კლეი ტომსონმა გააკეთა პირველ მეოთხედში ჩააგდოს 36 ქულა. ანუ ეხლა კაცი რომ 20 ქულას ჩაგიგდებს, ხო მე გადადის 3 მოთამაშე იმაზე რომ მაგრამ აზრი რო არა აქვს რა მოდის და მაინც ესვრის და აგდებს ცენტრიდან იქიდან ხო? აი ეგეთი რაღაც ანომალიური რაღაცეები რო ხდება რა რომ რაღაც ზემოთ რო ჩართული დარჩათ რაღაცა რა და აი ხო აი ეგეთ რაღაცებს აკეთებენ მართლა იმ ამერიკულ ფეხბურთში რა და ანუ რაღაც აი არარეალურად ძალიან ძლიერი ტიპაჟები არიან რა და ისინი რაგბი 7-ში ну, არ ვიცი, რაღაც ფანტასტიკა შეუძლია. თან რაგბის 7-ის, არ ვიცი, ხე მე გამოცდილება დიდად არ მსაჯობის მაქვს და არც თამაშიც არ შეენ ალბათ, ანტონ. 7-ების და არა, ნანახი მაქვს ნოქალაკებში გასო შენი ისინი. არა. ბაქოში მაქვს ნათამაში, მაგრამ. ეგ უფრო მაღალი დონია. ხულიგანა ვიყავით, მივდიოდით ხოლმე ყოველ წელს. ბაქოში რა 7 კაცა იყო? გუგის იყო რა რაღაცა სამოყვარულო ხო ხულიგანა ჩადიოდა ხოლმე და გავისეირნეთ და რაღაც მეორე გუნდი ვიყავით სიტყვით და იქ მომიწია 2-3 თამაშის 9 ნომერზე თამაში 10 სუპერი ციკნეოდი შეიძლება დაგჭირდებოდა იქ არა მე ის გავხსენე რომ აი ჩვენ თაობა მაინც 97-იან რუიანების ნოქალაკებში იყო ხოლმე აი ესეთ დიდი ტურნირი ხო ადრე 8 წლის წინ ალბათ 9 წლის წინ სადღაც არა ნოქალაკი არა მე გეუბნები 2002-2003 გრელოში ნოქალაკებში კილოსონია და კილოსონია ეგ ჩავდიოდით ხოლმე ყოჩები ხულიგანა უნივერსიტეტის გუნდი აი ესე ვინც თამაშობდით ხოლმე და დიდი ტურნირი ტარდებოდა ხოლმე ეხლა დასავლეთის გუნდები იყო ხოლმე და 7 კაცას და 15-16 გუნდი ვიყავით ხოლმე ჯგუფები რაღაცა ეხლა თქმის აღარ რაგბის შესახებ არც ვიცოდი მე ხო რა აი ანუ 2002-2003 წლები რა დაახლოებით რა და კარგი იყო რა მიდიოდი 2 დღე 3 დღე თამაშობდი რაღაცა ხო 7 კაცას განწყობა ისეთია რა სამხიარულო ისეთი და ერთმანეთსაც იცნობდით უფრო ესე თან იქ სასტუმრო არა ის იყო ჩეულებრივად ეს ოჯახებში განაწილებდნენ და იქ რაღაცა და ცოტა მეგრულს სწავლობდი რაღაცა იქით გახვიდოდი ციხეზე რაღაცა ანუ ისეთი იყო რა გასართობი ტურნესავით შხაპი მდინარეზე და ხო რა თქმა უნდა აბა ეხა გემრიელად იქ ხან ვიღაცას წაიღებდა მე დინარე და იმის ამოსაყვანად მე დასდიოდ თან ძალიან სწრაფი დინარე იყო და აქ რო წაიღებდა იქ ქვემოთ აუტის ბოლოს და უნდა დამდგარიყავი და ნუ რაღაცა და ვინმე სყანაში სიმინცაც მოტეხავდი და კი რა თქმა უნდა ესეთი რაღაცები სულ ეს იყო საქართველოს ჩემპიონატ ძალიან დიდი ხანია მსაჯობ აი რა გახსენდება ისეთი ყველაზე ისეთი განსაკუთრებული რომ აი კომიკური სიტუაციები ძალიან ხშირად არის ხოლმე რა ეხა რო უყურებ ხოლმე რომ აი მაგალითად ნიკამ გაიხსენა ჩვენ ერთ-ერთ პოდკასტში გაიხსენა რომ რო დაიგინა იქ გვერდზე ვიყავი მე მახსოვს ვინც დაიგინა იმას რა დაგავიწყეთ ახლა თან ისეთი იყო რომ ნიკამ ვერც იმაზე წავედი რომ შეწეროდაო და არა ვერაფერს ეგეთი რაღაცები ძალიან ხშირია ხოლმე ხა იცი რა შეიძლება იმ მომენტში არ ჩანს და უცბად მაგრამ აი ვიდეო ანალიტიკოსი რო ხარ და რო გიწევს ხშირად ანუ გადახვევით და ინდივიდუალურს რო ჭრიან რაღაცას აი ყველა წამს მიყვები და ყველა დიალოგი ხდება მაინც ხოლში რა ხო ეგეთი რაგბის ის ანუ ერთ-ერთი მთავარი მუღამი ეგ არის აი მსაჯის ის მიკროფონი და აი დიალოგები რაც მე თამაშის პროცესში მაშვება რა ქვია
მიდის ხოლმე რა, იმიტომ რომ ეგ რაღაცა ცალკე ის არის, რა ქვია, ნაწილი არის თამაშის, ხო, სადაც შენ უნდა რაღაც ურთიერთობაში შეხვიდე. ამ იდეა შენი მიზანი არის, რომ იმ დღეს იქ თამაში გამოგივიდეს რა. თუ ურთიერთობა მარტივად გამოგდის ტიპებთან, ხო, ბევრად მარტივი არის საქმის გაკეთებაც მერე, თუ არა და ხანდახან გიწევს, რომ რაღაცა მომენტში გაართულო, რაღაც ცოტა ისე უთხრა და აჯარიმო, იმას ქნა, ამას ქნა, ნუ ეგ ისეთი არა, რადიკალური ის არის, ფორმა არის რა. ეგეთი კომუნიკაციის თვალსაზრისით შიდა ჩემპიონატში, ეგეთი განსაკუთრებული არის, ჩემი პირველი თამაში იყო TBC იყო მაშინ. TBC აიავი მსაჯე. ну ძალიან პატარები ვიყავით ჩვენ რომ უმაღლესი საჯობა მოგვიწია და ძალიან შეუსაბამო იყო უბრალოდ მაშინ სხვა გზა არ იყო და მაგით ხდება 21 წლის ბიჭი ახლა დიდიათი არც ერქვა მაშინ მაგრამ უმაღლეს ლიგას მსაჯობდე просто ანუ შეუსაბამო არის რა ასაკ ვერც სოდნა გექნება ვერც გამოცილება მაგისი რა და ნუ როგორც საჯობდით ახლა ის თამაში არ დამავიწყდება იმიტომ რომ პირველი იყო ჩემთვის უმაღლეს ლიგაში და ალბათ ყველაზე ცუდი იყო რაც მიმსაჯი ეგ რაღაცა გადაწყვეტილი ლელოები ჩავთვალე რომელიც არ იყო მე რაღაც ნუ მოკლედ რა ბევრი ის მოხდა რა ესე შიდა ჩემპიონატიდან აი ეგეთი ნიკას რაც აქვს ეგეთი განსაკუთრებული აი ბაიონა გაიხსენეთ ახლა და მან მახსენდება აი ეს მომენტი არის ბოჭვას უკეთებენ 9 ნომერი შეცვალეს და შემოვიდა 21 ნომრის მაისური აცვია სახეზე რო უყურებ ძალიან პატარაა ეს ტიპი რა აი 18-ის ან არის ან არ არის რა აი ძალიან მონდომებული რო შემოდის 1-3 წუთის შემოსულია და ექსეტერის მეორე ხაზელმა აი რო გაქრება ეს ტიპი ხო ეს ისედაც პატარა არის შეუტია და აი ვაფშე გაქრა ეს ტიპი დავარდა ნიკამ დაუსვინა მეც გვერდზე ვდგავარ ექიმები რაღაცა და ეს ტიპი კი გდია უწამიერად გაითიშა და მე უცებ წამოხდა რა და თუმე პირველი თამაში აქვს ამას და არ უნდა გასვლა თამაში უნდა ძალიან და ეს არ შეიმჩნია ეს რომ მოხდა ნუ ვიდეო რეფერი შემოვიდა და მივდივართ ეკრანთან რა და ამ ბაიონას ტრიბუნას აქეთ ყავს მუსიკოსები ესე რაღაცა გადახურული ისაა და თამო ანსამბლი მოდის და უკრავს იქ ჯაზი რა ყველაფერი მიდის და მეორე მხარეს არის დიდი ეკრანი რა და ამ ეკრანთან მივდივართ ახლა სამივე ამ ეკრანთან მივედით და სანამ ამოანათებს ეს მომენტი რომ განვიხილოთ ბიჭო ხედავ ვიღაცას უჭირავს ესე ბანერი რა და ჩვენ რომ მივდივართ ეს ბანერს შლის რა ეს ბანერი გაშალა და აწერია კლეო ინგლისურად რა ბიჭო ამ ბანერს უყურებია ვერ მივხვდი ხოთები ახლა მე ანუ სხვა ფიქში წავედი ვაფშე რა რომ მეთქი ახლა ქართველი რო იყოს ინგლისურად არ დაწერდა ხო ახლა ქართულად დაწერდა რა რაღაც ჩვენ დაგვიწერდა ახლა ქართულ რა უნდა გაგვემწარებინა ესეთი რომ ბაიონაში ჩამოსულიყო ჩვენს გამო რომ ეს დაეწერა მე ვერ შეიძლება მეთქი გადათარგმნეს რავი ფრანგი გულშემატკივრები ხო ის რაღაცა მოიფიქრა გადათარგმნეს და დაწერეს თან აი ტაიმინგში ისე ჯდება რა რომ ჩვენ რომ მივდივართ თითქოს ჩვენთვის ის ეს ტიპი რა და ნუ აი ხა ეს მომენტი ამოდის მე დავინახე და თან ეს კამერები ჩვენზეა რა აი ჩვენ თავს ხედავ რა და თან არ ვიმჩნევ თან ამას ვერ ვეუბნები რომ შეხედეთ მეთქი იმას რა ნუ ეს მომენტი ჩაიარა ყველაფერი იმას ყვითელი ბარათი მივეც თამაში დამთავრდა და მე კოტე მიქაუტაძემ გაიწვიტა კუნთი. და გასახდელიდან გამოვედით, კოტე იყო გელა მახსოვს აფრასიძე, კიდე რამდენიმე ქართული ბიჭი ვინც თამაშობდნენ იქ და ნუ დგავართ რაღაცეებს ლაპარაკობთ რა. და მანდ გამახსენდა ეგრევე ეგ მომენტი და ამათ უყვები რა, რომ ბიჭო მეთქი იმ ეკრანთან რომ მივედით ესეთი ის გაიჩიტათ ხო და აწყვია სიცილი და თურმე ამ 21 ნომერს ვისაც ეს ბოჭვა გაუკეთეს. სახელად ქვია კლეო. ამაზე რო იყო ეს მომენტი, ამ ბანერზე ამისი სახელი ეწერათ და აი კადრს ხო რა ეს კლეოს მომენტი გამოვიდა და ამათაც გაშალეს რა. მაგრამ მე რავი მე საიდან მეწოდინებოდა ეხლა რაღა კლეო ეხლა და მაინც და ისე დაჯდა ეს ყველაფერი რომ აი მეთქი მე მეკუთნის ეს ბანერი თქო. სამაგერ ხო და გამახსოვრდა ის 9 გამახსოვრდა ხო 9 ნომერის სახეზეც მახსოვს ეხლა. ხო და საქართველოს ჩემპიონატშიც ეგეთი ისე ვერ ვიხსენებ სიმართლე რო გითხრა რაღაც მაგრამ ბევრი ისეთი მომენტი მახსენდება რა რომელიც აი თამაშზე ახლა დაგინება რომ აი ხო ხდები აი უეჭველი დავდე და მე ნუ ახლა შენ რა უნდა ქნა ეს თუ არ შევცვლი ახლა მე შეიძლება ამანაც დაიქინო და მე როგორც დავინახე ისე შევდივარ არა ეგ კაი მაგრამ ის როგორ იყო ხოლმე ერთხანობა ხო იყო ხოლმე წესი რა რომ პირველ ანუ 3 ნომერს თქვათ შეცვლიდი
და მე ის მეორე შეცვლაზე შემოსული რომ ტრამას რო იგონებდა ხოლმე და მე დასვენებული რომ შემოყ აი ეგ იყო ხოლმე მოსიარულე კომედია იყო კომენტარი ხო ეგ წესი ხო იცი მე ჩვენთან შეიცვალა მანამდე იმიტომ რომ ეგ ხდებოდა ჩვენი და უელსის თამაში რო იყო მან ვოლდრაპში ეგ წესი ამოქმედებული არ იყო იმიტომ რომ იქ არ ხდებოდა ეგეთი რაღაცეები რა და უელსი იყო ვინც ესე საერთაშორისო თამაშზე პირველად არ ვიცი შეიძლება ჩვენ ჩემპიონატის თამაშები ნახეს მაგათაც მანამდე თუ რა ქნეს არ ვიცი ძველი მეთოდია ალბათ ხო ჩვენთან აი მაგ პერიოდში როგორც იყო ჩვენ ჩემპიონატში წესი იყო რომ მაშინ ეგენი უნდა დარჩენილიყვნენ 13 მოედანზე კი და მაშინ მაგათმა უბრალოდ ანუ ფიქტიური გახადეს და თან ისე რომ კაციც არ დაიგდეს რა BBC-ს ის იყავ ხო წარმოგიდგენთ კორესპონდენტი იყო BBC-ს იმ თამაშზე ანდო კარდიფში და საქართველოს რა ოღონდ რომელი მოედანზე რო არიან ხო რეპორტიორი თამაშის დაწყებამდე ტაიმის ვიყავი მე და თავიდან როგორ იცი კომენტატორებს რო ერთვებით თან ხო როგორ იყო ის თავიდან ანუ მხიარულა და რაღაც და მაგ მომენტში ეს ხო იყო ეს ხა უელსელი იყო ეს კომენტატორიც მაგრამ აი ესე მილწყავდა ფეხებს ანუ რა ეშინოდა რა რომ არ წავაგოთო რა ანუ რა ეთქვა არ იცოდა ეხა თავის მომზადებული აქვს ხო თავის ის როგორ რაღაცა მაგრამ წაგების შემთხვევაში რა უნდა ეთქვა არ იცოდა და გიჟივით იყო ხანი ჩართო არ ჩართო მოიცადე და რაღაც დამთავრდა წვით ის იყო რომ ნუ მანდ გამოიყენეს ეგ ისა რა და გაგვიწვნენ მაგ მეორე დღეს ანუ უელსის დაცვისვნელი ეხა საფრანგეთის დაცვისვნელია ჩვენ გვეხმარებოდა ხოლმე კარდიფს მაშინ რა ნუ დაცვის იმაში გამოვიჭირე მარტო მეთქი ხდება დაპატარავდა მეთქი რა არის მეთქი ეხა ჩვენთან მეთქი შეკინება გაგიჭირდა დაპატარავდა ვითომ რაღაცა გაუჭირდეთ მან გაუჭირდეთ კი არა მაგრად რა და 13-6 წავაგეთ ხო მე მგონი 1-7 ქულა წავაგეთ რა ხო და ფრის შანსი ჰქონდა რა თან როგორ იყო იცი რაღაც მე 60 წუთზე ეგეთი რაღაც მოხდა მაგრამ ნუ შეკინება და მე როცა რაღაცა ჩვენ დაგვაჯარიმეს ანუ იყო ის მომენტი რომ მან იქაც მანამდე მომხდარიყო ეგ როგორ თქვა რა საჯარიმოლელო მაგრამ არ მოგვცა ბარნსი იყო მე მგონი ბარნსი თუ პუატი იყო აღარ მახსოვს ზუსტად ვინ საჯობდა ხო მეც არ მახსოვს ხო მე მახსოვს ერთადერთი მახსოვს ის ირლანდიელი რო იყო ჩვენთან ნამიბიასთან რო იმსაჯა. ოკეი. მე იყო ჩვენთან ჩამოსული იმსაჯა ლელო ისა ბათუმი ლელო იყო ეს პლეიოფის თამაში. ნახევ მცირე ფინალი იყო მე მგონი რა ბათუმში იყო თამაში. არ გაუშალეს რასაც ის სანომრისის არ გაუშალეს. მახსოვს. კითხე მაშინ რა მოხდა თქო კაი კაცი იყო ძალიან და კი მე დაანება ძალიან ცუდი დღე მქონდაო რა და ისე ვიყავიო რომ მეგონაო რომ საერთოდ აღარ ვიმსაჯებდი არასდროსო რა და ეთყობა მიხვდნენ არ ვიცი ის არასაშინელებაა რა და დარჩე ანუ ისე მომიდგნენო რა რომ ვაფშე დაივიწყეო ეგ თამაშიო რა და ყველაზე ანუ მაგან გადამარჩინაო просто თორე ისე ცუდად ვიყავიო იმიტომ რომ ნუ თამაშას რო უყურებ მიხვდები რომ ეხა აშკარად მაგისი ცუდი დღე ქონდა აშკარად რა მოლში ვაწვებოდი და დაგვაჯარიმა ხო და ნუ რაღაც სასწაული და როგორი დაზრული მოლი იცი ერთი 20 მეტრი რო ამბილის ეგ თამაში ნიაზის კომენტარით არის აი საოცრება და მაშინ ეგ იყო 2015 ხო 2015 იყო და მაშინ კომენტატორებად GMG-ში ვიყავით სოფლიო ჩემპიონატი მიყავდა მე ნიკა ამაშუკალს და კიდე იყვნენ რა კომენტატორები რა და ნუ ნიკა მაშინ კომენტატორი იყო რომ საჯიკი იყო აქ მაგრამ ანუ ეხა სოფლიოებზე არ დადიოდა ჯერ რა ასაკითაც ჯერ პატარა იყო რა და ნიკა ხო ზის და გამწარებულია და ვერაფერს ვერ იძახის რა ეხა რა უნდა თქვას რა და ბოლოს მაგის ის მახსოვს Facebook-ზე ის მახსოვს სტატუსი საჯო და სამი საძახილის ნიშანი რა საჯო აი გამწარებული რა და ნუ აი რაღაცა რა აი თამაში ნიაზის კომენტარით არის საოცრება წინაწელს უყურე ერთხელ კიდე ხო რა ისე პერიოდულად რომ შემომაწვება ხოლმე ხანდახან უყურებ ხოლმე და ყველაზე მაგარი ამბავი იცი აქ პოდკასტში მოყვა ერთ-ერთმა სტუმარმა მოყვა რომ წავიდა დასალევად მე წასულა გვარი აღარ მახსოვს მაგ ირლანდიელს, მაგრამ ყველა მის სახეზე ყველა უცნობთ რა, როგორც იტალიელები ბაირონ მორენას ცნობენ რა, ხო, ასე პირადად რა და წავიდა დასალევად. რა, რომ მორჩა თამაში, რაღაცა, მე რა, ხოლმე განიტვირთოს რა, როგორც თქვი, რომ დაივიწყოს რაღაცა და
და იმ ბარში აღმოჩნდა სადაც ქართველები სვავდნენ ნაკრების ხალხი სვავდა პირდაპირ რა და აი ზუსტად იმ ბარში აღმოჩნდნენ საღამოც ცუდი ხო რა საღამოც ძალიან ცუდი და მე ეთქო მაგითო საერთოდ ივიწყებდა რა მაგ ამბავს რა და ის ეთყობოდა რაღაცა შეშინებული იყო რა ხო არ ვიცი რა იყო არ ვიცი მან აქ იყო ჩამოსული აქ ის ბათუმი ლელო იმსაჯა მამამისიც იყო აქ ჩამოსული და მამამისი ისე გაუსწორდა აქ რომ მე თვითონ მარტო ჩამოვიდა რა ისე კახეთში ყო თბილისში იყო რაღაცა პერიოდი კახეთში ყავდა მე ბათუმში და მე მამამისი ცალკე ჩამოვიდა რა მე ალბათ კახეთიდან ითხოვდა რომ თავიდან მამსაჯეთო ის თამაშია კახეთში დაახლოებით მაგ კონდიციაში იყო კი არ მგონი ნამიბიაში ეგრე იგულაოს მაგან რა და ეგრე მოეწონოს რა და ძალიან კარგი ძალიან დიდი მადლობა საბა რომ იყავი ჩვენს გადაცემაში. თითქმის 1 საათი გავიდა და აი ეს სიცილ ხარხარში და სარაგბო ამბებში. მადლობა წარმატებას გისურვებ აი მომავალ თამაშებზე ძალიან საპასუხისმგებლო თამაშებია. ნიკასაც ზუსტად იგივე უთხარით რომ თქვენ ხართ ელჩები და საქართველოს სახე, ქართული რაგბის სახე, როდესაც გადიხართ და ისეთ მაგარ საქმეს აკეთებთ, რომელიც ხელს შეუწყობს რომ ქართული რაგბის განვითარებას და აი ამ შესვლას აი იმ ელიტაში, რასაც ამდენი ხანია ვებრძვით და ამისთვის და იმედია რომ ეს ყველაფერი ესე მოხდება, ევროპაში ვიქნებით და 6-ერში მოხდებით და 6-ერში დავემატებით იმ ელიტარულ ტურნირებს და ვითამაშებთ და თქვენ ხართ აი ეს პირველი, ასე ვთქვათ, ელჩები, რომლებიც იქ შეხვედით და ფეხი მოიკიდეთ. ძალიან დიდი მადლობა. იცი რა არის ხა, ნუ უნდებს გულშემატკივრობ, რა თქმა უნდა, ხა საქართველოს რო თამაშობს, შოტლანდია, ავსტრალია, ნუ გულშემატკივრობ, მაგრამ იფსაჯზე გულშემატკივრობა. ხო, აი, ქართველი რო არის სხვანაირად უყურებთ. რა თქმა უნდა და თან ახლა რაც არ უნდა იყოს, პატარა ოჯახი ვართ ახლა. ქართული რაგბი და იმამდენი კაცი ვიქნებით რაგბში, ვიწყოს ჩართული ალბათ, ბავშვებიანი 15-20,000 ადამიანი ალბათ რა. ალბათ. მაქსიმუმ ბატონო და ანუ უხარია გულს რომ ესე ხია ამდენ შენ თუ მაგალითად მე თუ არ მომიწია რაღაცა იყოფნა რომ აი ქართველია და ასე კარგად ატარებს თამაშებს და წარმატებები და რა ვიცი სოფლიოს დიდი მადლობა მე სოფლიოს ფინალის საჯობას გისურვებთ. დიდი მადლობა. მე მგონია რომ აი 6-ერში აი ეს ტიერ-1-ის რაც გვინდა და მიზანი რაც გვაქვს რომ რაგბი გახდეს, რაც ყველა კომპონენტი აი ამ რაგბის შემადგენელი რაც არის, არ ვიცი, თამაში, იმ საჯობა, მცნელობა, ფიზმომზადება, ექიმი, დამკვირვებელია თუ კომისარია თუ ვინ არის, ყველა ხო თითოეული ჩვენგანი რაღაც მომენტში უნდა გავხდეთ ისეთი პროფესიონალები რომ აი მაგ იმამდე მივიდეთ და მე უკვე გახდება ისე ვერ მოხდება რომ ნაკრები რაღაც ტიერ-1 იყოს და ჩემპიონატი არ იყოს და მსაჯი არ იყოს და ის და ის რა რაღაცა ერთი შეიკრას და ხო მთლიანობაში ყველამ ერთად ჟურნალისტი ყველა როგორც ეძახიან ფულ პაკეჯი აი all inclusive გჭირდება მოკლედ და მე უკვე გამართულად ვიქნები ტიერ-1 რა ხო თამაშით რომ მიგვიშვა შეიძლება ეხაც გამაგოროთ ბევრი ხო იტალია მაგრა გადაგვირჩა ხო რომ მაგრაც ისევ ჩვენი ბრალი იყო რომ ხო რა თქმა უნდა მაგრამ ნუ გადარჩა აი მაგას ქვია გადარჩა რა აი ესეთი გამოვიდა ჩვენი გადაცემა საბაბულაშვილი, გიორგი ბარბაკაძე, ანტონ ფეიქრიშვილი ვიყავით თქვენთან ერთად და მართლა ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდით რაგბზე საუბრით, თქვენთან ერთად ყოფნით. ჩვენ გემშვიდობებით და დავბრუნდებით ისევ Inside Rugby-ს ეთერით, ისევ საინტერესო სტუმრებით და ვისაუბრებთ რა თქმა უნდა მხოლოდ რაგბზე. ნახვამდის. წარმატებები.